სრულიება შეგვაქვს ქირების გაცემის წესშიც. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ ზოგიერთი მესაკუთრე, გვაქვს ასეთი შემთხვევები, რაც გულდასაწყვეტია, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილ სინდისიერად იყენებს მერის ქირების პროგრამას, ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე, რითაც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან პარალელურად წლების განმავლობაში იღებენ ქირას მუნიციპალიტეტიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ რა ცვლილებები შეგვაქვს ახლა გეტყვით, ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განცხადებაზე თანხმობას დაწერს ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას. ძალიან ბევრი გვაქვს შემთხვევები, არის ავარიული სახლი, სადაც ცხოვრება, პრობლემას წარმოადგენს. ოჯახები გავყავს ქირით იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩანაცვლება აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების და არიან ისეთი ადამიანები, ვინც ხელს უშლის აღნიშნული პროგრამის განხორციელებას. და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სხვა მოქალაქეებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, დაცვლილება, რომელიც შეგვაქვს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე. ამდენად მინდა ვთხოვოთ ჩვენს თბილისელებს, რომ გულისმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კეთილდღეობასა და საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ჩვენ რა გვინდა, რომ დაგეხმაროთ, გავაუმჯობესოთ თქვენი საცხოვრებელი პირობები, არ ცხოვრობდეთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელიც საფრთხეა და საფრთხეს წარმოადგენს პირველ რიგში თქვენი სიცოცხლისთვის. მუნიციპალიტეტი მზად არის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად გეხმარებით, ყველანაირად თქვენს გვერდით ვართ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და რა ვიცი ხა, რატო უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ საცხოვრებელ ავარიულ საფრთხის შემცველ კორპუსში ცხოვრებით, ხო? თუმცა არიან ოჯახები, ვინც პროგრამის განხორციელებას, არ ვიცი, შეიძლება მიზანმიმართულად, შეიძლება კიდევ ჩვენი მხრიდან რაიმე დამატებით ინფორმაციის მიწოდება არის საჭირო, რომ მზად ვართ ყველანაირად, რომ დაგეხმაროთ, იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, იმიტომ მართლა ძალიან მაგარია. ძველი გაუბედურებული კორპუსის ნაცვლად ვაშენებთ ახალ თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც თქვენ გარემონტებული ფართები გადმოგეცემათ. იგივე მეტრის ფართები, რაც არის თქვენ საკუთრებაში და რაც გაქვთ დარეგისტრირებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა.